მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, განსაკუთრებულად მიხარია, რომ გვეძლევა შესაძლებლობა თანამედროვე სათეატრო პროცესებზე საუბრისა და ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ თელავის თეატრში დადგმულ სპექტაკლზე ალუდა, რომელიც დადგა ნანუკა ხუსკივაძემ და ეს როგორც თეატრის ხელმძღვანელის რანგში მისი პირველი სპექტაკლია და მე მიხარია, რომ ბატონ გიას ქეთიშვილთან და გოგი ყაჯრიშვილთან ერთად ვსაუბრობთ ამ წარმოდგენაზე. პირველ რიგში ალბათ ძალიან სასიხარულოა, რომ ნანუკა ხუსკივაძე, რომელიც მისთვისაც უცხოარი იყო თელავის თეატრი და მისთვის განსაკუთრებულად საყვარელი ქალაქია და განსაკუთრებულად საყვარელი თეატრი რაღაც ახალი სიცოცხლით იწყებს ამ თეატრში მოღვაწეობას. ჩვენ გულწრფელ წარმატებას უსურვებთ მას და ბატონო გია, რომ ბრძანოთ, აი რითი იყო გამორჩეული და როგორ დაახასიათებდით ამ წარმოდგენას? იცით რა, მე ცოტა რაღაც გაორებული შთაბეჭდილება დამრჩა ამ სპექტაკლზე. პირველ რიგში გამიხარდა ის, რომ თელავის თეატრის ახალგაზრდების გარდა, ვისაც ვიცნობ ჩვენ სტუდია რო აქვს დამთავრებული და კიდევ ახალი სახეები გამოჩნდა ამ თეატრის სცენაზე, თუ არ იცი ნანუკამ ჩაიყვანა. ხო. და ძალიან საინტერესო იყო თვითონ ექსპოზიცია დასაწყისი, აი თითქოს რაღაცა რიტუალის მოწმენი ხდებით, ესე წრეზე მოძრაობენ მონაწილეები ნახევრად ჩამნელებულ სცენაზე და ნელ-ნელა მუსიკა და ეს უმატებს რიტმს და მოძრაობაც გადადის ვერესიბილში და საერთოდ აი ეს განზოგადებული ის რო არ არის ესეთი ყოფითი ის რო ახლა ეს ქისტები და ხევსურები და ეს იმიტომ რომ თემაა თვითონ ხო ისეთი ვაჟასკარო ზოგად საკაცობრიო ეს ტრობა, შეუწყნარებლობა, რელიგიების დაპირისპირება, 1000 რაღაცაა, ხო? და ადამიანი და მასა, ხო? პიროვნება და საზოგადოება, როდესაც ერთი შეიძლება იყოს წავიდეს პრბოსინა და რაღაც დამკვიდრებული ადათ-წესების და აი უცებ როცა ესე განზოგადებულია და მე ძალიან მომეწონა ეს, თუმცა გარკვეულწილად გამახსენა რუსთაველის თეატრის ესთეტიკა. გამოსახველობით საშუალებები, რაც ბუნებრივიც არის ალბათ ნანუკა. მუსიკალურ გაფორმებაში, სცენოგრაფიაში, აი სტურვა სპექტაკლების რაღაცა ანარეკლიც იყო. მაგრამ აი ამ განზოგადოება ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის და უცებ ამას მოსდევს აი ალუდასა და მუცალის დაპირისპირების სცენა, რომელიც იქ ნუ ის ქისტურად ლაპარაკობს რაღაცა და ჩემთვის ცოტა ის გაუგებარი იყო რა, ხა ეს რა თქმა უნდა რეჟისორის ნებაა, როგორც უნდა ისე, მაგრამ თუ ეს ესე განზოგადოებულია, რაღაც უნდა მერე დაყვანა უკვე აი კონკრეტიკაზე, რომ ის ქისტია და მერე იცი ტემპო რიტმიც ვარდება, აი კარგად დაწყებული იმის, მერე ეს სცენა, რომელიც თითქოს დინამიური უნდა იყოს, ხო? დუელია ერთმანეთს ესვრიან რაღაცა არის, იწელება ეს ძმები, ეს ქისტები, საუბარი, რაღაცა დადიან იმაში ჩასვლა, ლუქში ამოსვლა რაღაცა და ტემპო რიტმი თანდათან ვარდება და იკლებს. თუმცა სპექტაკლში არის ძალიან საინტერესო სცენები, იგივე ამასთან დაპირისპირება, რა თემთან დაპირისპირება. აქ რაღაცა ხო ისეა გამოყვანილი, რომ აი გეგონება კლანია რაღაც ეს თემი, იცი, ცოტა რაღაც მაფიოზურ განგსტერული ის გამახსენა, ისეა გადაწყვეტილი და ამ ალუდას ძალიან კარგია იქ ცოლთან სცენა და პატარა ბოკვერი, პატარა ლეკვი, მეცხვარე ძაღლის, რომელიც ფიგურირებს და თამაშობს სპექტაკლში. მაგრამ კიდევ ამბობ, აი როგორ არის, იცი, ეკლექტურია, განზოგადოებული, ზოგად საკაცობრიო და უცებ ყოფითი. აი, არ შეიძლება ასეც უნდოდა რეჟისორს, რა თქმა უნდა ეს მისი, მაგრამ ჩემთვის ცოტა მე მაგალითად უფრო მომხრე ვარ, ნუ ხა მე ამ შემთხვევაში ერთი ადამიანის აზრს გამოვხატავ ჩემს აზრს, რომ უფრო ამ განზოგადოების მომხრე დავრჩი მე როგორი თამაშის პირობას თავიდან შემოგთავაზა ნანუკა ხუსკივაძე. გოგი, აი ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში, თელავში ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებით იწყებს თავის მოღვაწეობას სამხატვრო ხელმძღვანელი ნანუკა ხუსკივაძე. სიმბოლოებსაც თეატრში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს და მე გამეხარდა რომ გავიგე რომ სწორედ აი ასეთი კლასიკით იწყებდა თავის შემოქმედებას. აი შენთვის რა იყო გამორჩეული? იცით, პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ საერთოდ პრემიერა ზემია თეატრისთვის, მაგრამ თელავის თეატრისთვის ეს პრემიერა იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ როგორც იცით, ბოლო სეზონის განმავლობაში თეატრი საერთოდ გაჩერებული იყო. ახალი ხელმძღვანელი ვიდრე დაინიშნებოდა იქამდე, თეატრი პრაქტიკულად ერთი სეზონი არ ფუნქციონირებდა. და სწორედ ნანუკას შემოსვლა მე ვფიქრობ, რომ ამ თეატრისთვის იქნება რაღაც გარკვეული ახალი ეტაპის დასაწყისი.
ეს არ ნიშნავს რომ წინა არ ვარ გოდა. იქნება ახალი ეტაპი და ამდენად სწორედ ვაჟა-ფშაველას დაწყება ეს ასაკვირია სიმბოლური იყო და ერთადერთი უბრალოდ მე გამიკვირდა ის რომ რატო აირჩია ალუდა ყველაზე რთული ტექსტი ვაჟასი საერთოდ იმიტომ თავისი არქაული ტექსტებით თემსურული დიალექტით და ასე შემდეგ ძალიან რთული სცენაზე წარმოედგინა. გარდა მაგისა, რამდენადაც მე მახსოვს, ალუდა სცენაზე არასოდეს არავის ამ დაუდგავს, ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება. ლერი ბაქსაშვილის ჰქონდა შეერთებული სტუმარ მასპინძელი სტუმარ და ალუდა. მასპინძელი, კი ბატონო. თანი მაღალი თუ რა. თანი მაღალი. თანი ხო და აქ და აი ყველაზე საინტერესო ჩემთვის იყო რომ ძალიან რეჟისორმა ძალიან ბევრი იმუშავა როგორც ჩანს ამ ტექსტზე, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რაც გიასკოვ და შენიშვნები, ტექსტი კარგად ისმინება და კარგად მოდის მაყურებლამდე. ამიტომ სიმბოლურია მეთქე ვამბობ იმსაც, რომ ვაჟას სახელობის თეატრში აუცილებლად ვაჟა უნდა იყოს რეპერტუარში, სხვათა შორის სოსო ნებსაძემ დადგა რუსთავის თეატრში თუმარ მასპინძელი და მე ვუთხარი რომ აი რატო გადაწყვიტა მე როგორ კლასიკა აუცილებლად უნდა იყოსო თეატრის რეპერტუარში და სწორია და აქ ვაჟა-ფშაველა ვაჟას თეატრში უნდა იყოს აუცილებლად. აქ ერთი მომენტია, რომ ვაჟა ისეთი ტექსტია, რომ ჩემთვის ცოტა სცენიდან მოსასმენად რთულია, იმიტომ რომ ვაჟა უნდა კითხულობდე, რომ ჩაწვდების სიღრმეებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი ამ ინტერპრეტაციამ, ანუ ინსცენირებამ, რაც რეჟისორმა გააკეთა, ძალიან კარგად გამოჩნდა მისი დამოკიდებულება ტექსტის მიმართ. როგორც სერიოზულად უდგება რეჟისორი ასეთ რთულ ტექსტს და მსახიობებიც როლებიც ამას თამაშობდნენ. და ყველაზე მთავარი რა არის კიდევ რომ ეს სპექტაკლი არის ახალგაზრდული სპექტაკლია. ხოლოდ ახალგაზრდები თამაშობენ, გარდა ერთისა ცოტა ასაკიანი შედარებით არის მარინა აბრამიშვილი, რომელიც დედას თამაშობს, დანარჩენები ყველანი ახალგაზრდები არიან და აი ეს სრულიად ახალგაზრდული სპექტაკლია თავისი ემოციით, ენერგიით და აი თუნდაც იმ სცენებით რაც გიამ თქვა. მანანაც ახალგაზრდა ქალია. მანანაც ახალგაზრდა არასაკვირველია, მაგრამ ესენი არიან ახალი თაობა, რომელიც თელავის თეატრს ნამდვილად აუცილებლად სჭირდება. და გიამ რაც თქვა პირველი სცენა ამავე სცენით თავდება სპექტაკლი. ანუ ეს არის რაღაცა მე ვფიქრობდი რომ ეს არის რაღაცა ბრძოლა ბედისა და ბედის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ისინი დარბიან გაურბიან ამ ცხოვრებას, ამ ძინო ცხოვრებას და მე ეცემიან და ყველა ხდება. და ამ ხრივ ძალიან საინტერესოა სწორედ ის იგი თელავის თეატრისთვის ასეთი ტიპის სპექტაკლი. თუნდაც ის რომ მაგალითად შემოდის რუსთაველის თეატრის ესთეტიკა, ამ თეატრისთვის კიდე ძალიან საინტერესო იქნება, იმიტომ რომ შემოდის ისეთი ესთეტიკა, რომელიც ვიცით ახლა საიდან მომდინარეობს და როგორი გეტიალო რეჟისორის ელტერაცა იყო ეს ესთეტიკა ვენეციელ ვაჭაშიც. იყო, იმიტომ რომ კრობიკო იყო ეს კონსულტანტი სპექტაკლის თუ გახსოვს. და ახლა სწორედ გადაცენდა, სწორედ ბოლო პრემიერა თელავის თეატრში იყო ვენეციელი ვაჭარი, იმის შემდეგ თელავის თეატრში მე არ ყოფილი. არაფერი, იმიტომ რომ მე შეიცვალა ხელმძღვანელობა და რამოდენობით. მე ერეკლე ქონდათ, მე მგონი ერთხელი თამაში. ერეკლე დაიწყო ნიკა საბაშვილმა, მაგრამ ვერ ჩაბარება იყო ოფიციალური და მე სპექტაკლი ვერ ითამაშეს, იმიტომ რომ რაღაცა იმ დაემთხვა იმში ერეკლეობას, იმ ერეკლეობას დაემთხვა ტრაურის დღეები და ამიტომ სპექტაკლი მოხსნეს და მაგრამ ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის არის არავერბალური სპექტაკლია. ტექსტი პრაქტიკულად იმაში არ არის, რაღაც გარემოზე, ერეკლეზე გაკეთებული სპექტაკლი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იქნება თელავის თეატრისთვის ახალი რაღაც გარკვეული ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელშიაც ასაკურელია დიდი როლი მიუძღვის ამ საფხატურ ხელმძღვანელს ნანუკა თუსკინაძეს, რომელიც რეჟისურაში მოვიდა რუსთაველის თეატრის სამსახიობო სკოლის მსახიობი პროფესიაში, მაგრამ რაც მისი სპექტაკლები ნახე, მე ყოველთვის მაყოფილი ვიყავი მის მიერ შექმნილი ნაწარმოებებით და ეს ალუდა. მე მქონდა ბედნიერება ლონდონში საგასტროლო თუ ყოფილიყავით და გვენახა მისი სტუდენტური სპექტაკლი ანტიგონე, სადაც კრეონს თამაშობდა ნიკა ქაცარიძე და ძალიან საინტერესო სპექტაკლი ნანუკას. და ძალიან კარგი იყო ის ნიკო ნიკუშოც.
კი, კაცარიც ეკრეონის როლში არაჩვენს. აი გია მართალი იყო აი სცენა მეც ცოტა გამაღიზიანა იმ ბერდია და თემის. აი რაღაცა სწორედ ისეთი მართალი ხარ შე რაღაცა ქურდული გარჩევის ჟანრიცი. არა, ეს თუ თანამედროვეობის აღქმა რას პლანი არ თეატრის ვალდებულება. არა, გასაკვირველია, ცუდი კი არ არის, მაგრამ უბრალოდ იცი რა, იმდენად ეკლექტიკაზე რო საუბრობდი, იცი რა, რამოდენიმე სცენა ძალიან კარგია, მაგრამ მასობრივი სცენა. როდესაც ეს თემი უპირისპირდება ამას, რა ქვია, ალუდას. ეს სცენა ძალიან მინიმალურია, მხოლოდ არის ერთი კოშკურა, რომელზეც მე აიყვანენ ამ ძაღლს და ამ ლექსს და იქ და ერთი პერსონაჟია დამაშუქია, რომელიც არ არის შემოყვანილი ხალხ სპეციალურად იმისათვის, რომ ძაღლს რომელსაც ალუდა ქვია, ამ ძაღლს სულის ეს და მთელი სპექტაკლის განმავლობაში სცენაზეა. და აქვე არის პატარა რგვალი სცენა დამატებითი, სადაც მასა მოთავსებული და სწორედ არის დაპირისპირება საზოგადოებასა და პიროვნებას შორის, საზოგადოებასა და ალუდას შორის. და აი ეს და აქედან კიდე შემდეგი სცენა არის ერთ საინტერესო, როდესაც ჩვენადაც მე ვამბობდი, რომ ეს გარჩევას დასმეთ კი, როდესაც განაჩენს გამოიტანენ და მოპეთავენ იქიდან სოფლიდან და აგდებენ. ამიტომ ეს რამოდენიმე სცენა, როგორც კი ამ თქვა მაშინ. რაღაცა საბეჭდო დამრჩა კინოს უყურებდა ერთი სცენაროა და მე მეორე სცენარო სხვა რამესო გიჩვენებს და მე ამაზე რო ბრუნდება. დაახლოებით აი ეს დაბეჭდილება დამრჩა. ხო, აი თამაშის ხერხითაც და იმის განსხვავდება თვითონ სპექტაკლში რა. თუ ეს განზოგადოებაა, რაც მე მივიღე და მომეწონა, მე ყოფაზე რატო ჩამოდის და იქ ქისტურად ილაპარაკებს, თუ არ ილაპარაკებს, ამ შემთხვევაში ჩემთვის რა მნიშვნელობა დაპირისპირებაა, ხო? ეხლა რაც გოგი თქვა, იქ ბერდია, იქ გახსოვთ იმაზე ხატობაზე, თუ დღესასწაულზე რო ეს ზვარაკს წირავს, უცალს და ისო ბერდია ხევის დაუპირისპირდება, რომ ასფია უმჯულოს. აი ეს ბერდია ოთარ ლაშკარელი თამაშებს, ხო? ლაშკარელი, ხო? აი სწორედ არის აი ეს გოგი რასდრას ეს მაფიოზულ კლანურ დაპირისპირებაშია რა და თვითონ ეს თემიც ესია გამოყვანილი. კიდევ ამბობ, ამაში მე არაფერს არ ხედავ, უბრალოდ აი როგორ თქვა, თამაშის ხერხი გამოსახულობით საშუალება ამ სცენაში სხვა არის, ამ სცენაში სხვა არის. შეიძლება ასეც უნდოდა რეჟისორს, არის ეკლექტური სპექტაკლებიც განზრახ ჩაფიქრებულად. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ყოველ შემთხვევაში მე ერთი რამე ვიცი. მე ძალიან დიდი თაყვანისმცემელი ვარ ნანუკას როგორც მსახიობის და მისი სპექტაკლები ახლა აკიგონე ახსენე, თელავში საინტერესო სპექტაკლი ქონდა, ვიდრე ხელმძღვანელი იქნებოდა მიწვევით, თანამედროვე პიესა და ორში ქონდა კამერა. ხო და მე იმედი მაქვს, რომ ის თვითონ როგორც საკმაოდ ისეთი გამოცდილი მსახიობი არტისტებთან იმუშავებს და მithmenes ახალგაზრდა თაობა ჭირდება ეხა თელავის თეატრს ნამდვილად ახალი ძალა და ეს გვარები რაც ივიდნენ ამ თეატრში და ეს არტისტები გონია რომ რაღაცა დიდი ახალი ტალღის თუმცა რაღაც ნაწილი ახალგაზრდების თვითონ თელავში დახვდათ აი სტუდია დამთავრებულები. კი, ლაშა ციფრაშვილი. კი. არის. მაგრამ თამაშობს ლაშა. ო, ესენი რო ჩაიყვანა რაღაცა მოხდება და რა თქმა უნდა სხვა თაობის მსახიობებიც არიან თელავში და თავარი არის რომ ყველა თაობის მსახიობი საჭიროა თეატრში და ყველასთვის გამოიძებნება როლი. თავარია ჰარმონიულად იმუშაონ და კონფლიქტი ნუიქნება მათში. და ნანუკას რაც აქ არის შრომის მოყვარეობა, რომელსაც არ ეზარება და გულის ჩადება უყვარს საქმეში და არ უყვარს ბევრ ადგილას ყოფნა. ამიტომ დარწმუნებული ვარ რაღაცა თელავის თეატრში ახალი ცხოვრება დაიწყება. მე წარმატებას უსურვებ ნანუკას თელავის თეატრს და დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან. სტუმრად ბატონი გიაცკეტიშვილი, ბატონი გოგი ყაჯრიშვილი, ჩვენ საუკეთესო სურვილებით, გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის.